Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო სტუმართან ერთად ჩვენთან სტუდიაში იმყოფება ისტორიის დოქტორი ბატონი გოჩა საითიძე. მოგესალმებით ბატონო გოჩა. მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. დღეს უნდა ვისაუბროთ მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლის აჰმედ მელაშვილის ღვაწლის და მოღვაწეობის შესახებ. ჩვენ ვიცით რომ მან წარუშლელი კვალი დატოვა თურქეთის ქართველების ესე თქვა ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებაში და დღეს არის სწორედ მისი აღსასრულის თარიღი 5 ივლისი მისი მკვლელობის თარიღი მე მინდა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს ამ პიროვნების ღვაწლის შესახებ და პირველ რიგში იქნება ბიოგრაფიული მონაცემები გააცნოთ მოკლედ და შემდგომ მის ღვაწლზე ვისაუბროთ უფრო ფრთლად მოგესალმებით მივესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს დიახ დღეს არის თურქეთის ქართველების ასე უწოდებენ მას ილია ჭავჭავაძის ანუ ეს იმ დონის ფიგურაა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი ჩვენი თანამომავლეების ჩვენი თანამოძმეების ჩვენი თანაფესვების თვის როგორც ჩვენთვის აი აქეთ დარჩენილი ქართველები და პრინციპში იქითაც ხო ილია ჭავჭავაძე იმდენად დიდი ღვაწლი მიუძღვის მას ქართველობის წინაშე აი არ ვიტყვი აქეთ აი იქითაც ქართველობის წინაშე მოგეხსენებათ რამდენიმე დიდი დიასპორა გვაქვს ჩვენ ქართველებს სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებით ეს არის ირანი მეზობელ ქვეყნებში ირანი აზერბაიჯანი და თურქეთი რუსეთი აი ეს ძირითადად სამეზობლო ქვეყნებში და სამწუხაროდ მინდა გითხრათ რომ დიდი ხნის განმავლობაში თურქეთის ქართველებმა ისინი ვინც დარჩნენ თავის ტერიტორიაზე ანუ ჩვენ რო დავუკლარდეთ ვეძახით აი იმ ტერიტორიაზე და კიდევ ისინი რომლებიც მე-19 საუკუნის მიწურულს მე-20-ის დასაწყისში როდესაც რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად აჭარა შემოიერთა რამდენიმე საუკუნის წინ დაკარგული ჩვენი უძველესი კუთხე რუსეთის იმპერია მაშინ რომ წავიდნენ აი მაშინ სხვადასხვა მიზეზის გამო რომელზედაც ახლა დროის სიმწირის გამო ძირითადად ხელისუფლების არასწორი ქმედების გამო რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის გამო წავიდნენ თურქეთის შიდა რეგიონებში ოსმალეთის მაშინ ოსმალეთის იმპერიის შიდა რეგიონებში და დასახლდნენ სტამბულში, ბურსაში, ინეგოლში და სხვადასხვა ადგილას აი იმ ქართველების ასე ვთქვათ ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების საქმეში ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი აჰმედ ოსქანს მისი თურქული გვარი ოსქანი იყო და ძველი ქართული გვარი ბელაშვილი იგი იყო წარმოშობით იმერხევიდან თურქეთში მოქცეული ჩვენი კუთხე არის ერთ-ერთი პროვინცია და აი იქ და იცოდნენ რომ ისინი არ იყვნენ დაუშვათ თურქულად ალაპარაკობდნენ მაგრამ არც ის იცოდნენ საიდან იყვნენ გურჯისტანმა უმნიშვნელოვანესი საქმე გააკეთა ამ თვალსაზრისით ამიტომ ვამბობ რომ დიახ იგის 58 წლის ასაკში დაიღუპა სწორედ ტრაგიკულად 1980 წელს 22 წელს იყო დაბადებული და მთელი თავის ცხოვრება აი მაშინდელაც პირველად გაისიგრძეგან რა არის საქართველოს ეს მთელი ისტორია აჰმედ მელაშვილზე საუბარს ალბათ არ ეყოფან რამდენიმე საათი და დღეებიც კი და პირადად ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასი და ძალიან დიდი პიროვნება არის ჩემს სიცოცხლეში პატარა ბავშვი ვიყავი როცა ჩემოვიდა ჩემს ცნობიერებაში და მას შემდეგ მიუყვება ეს მისი უზარმაზარი მადლი და წვლილი აი ეს და პირადად ჩემს ჩამოყალიბებაში სხვათა შორის მინდა გითხრათ როგორც პიროვნების იმდენად დიდი ღვაწლი შეიტანა და პირველ რიგში ეს იყო ის პოლიტიკაში არ ერეოდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ანუ არ ცდილობდა რომ დაუშვათ აი თურქეთის ხო აი დაუშვათ საქართველოს მიერთება ამაზე არც უფიქრე თურქეთის ძალიან პატიოსანი ერთგული მოქალაქე იყო თურქეთის რესპუბლიკის მაგრამ ამავდროულად ის ცდილობდა გაეცნობიერებინებინა იმ თავის თანამოძმეების რომ ის ქართველია რომ ის არის აი ამ ერთ-ერთი ეთნოსის სოფლიოს ამ ულამაზესი კუთხის ერთ შვილი და შესაბამისად თავისი წიგნებით, თავისი ჟურნალებით აი პირველად ეს იყო როგორც მესხე აი მეხეს გავარნასავით მოწმენდი ცაზე პირველად როდესაც მან გამოსცა 1979 წელს ნაცვალები როგორი რუდუნებით როგორი ამაზე გეუბნები ტომებია დასაწერი წიგნი საქართველოს თურქულ ენაზე პირველად გურჯისტან გამოსცა თურქულ ენაზე რომ თურქეთის ქართველებს გაეგოთ ვინ არიან რომ თურქეთი იმიტომ მანამდე წარმოდგენა ჰქონდათ რომ თურქეთის ქართველების გარდა გურჯი არავინ არ არსებობს ამ დედამიწის ზურგზე ისინი მარტო არიან რომ კი ოჯახში ქართულად ლაპარაკობენ ამ ენაზე სხვაგან არსად ლაპარაკობენ ის რაც აქეთ საბჭოთა კავშირი იყო ის რუსეთად მიაჩნდათ ის რუსია იყო მათთვის და აქ რომ ვინმე ქართველი კიდევ ცხოვრობდა რომ თბილისი იყო ასე არაფერი იწოდე და აი ამ წიგნმა ითამაშა რაღაც განსაკუთრებული როლი 250 გვერდიანა წიგნი რომელიც
როგორ კიდევ უდუნებით შეაგროვა ერთია, მე როგორ დაიბეჭდა ესა და ვინ გამოსცა ეს ვერც დამფინანსებელიც ვერ იშოვა და თავისი ოჯახის ხარჯი საკუთარი ჯიბიდან. მთლიანად ამ წიგნის გამოცემის ხარჯი თავის თავზე აიღო აჰმედ მელაშვილმა. აჰმედ მელაშვილმა უდიდესმა ქართველმა და გამოსცა საკუთარი და რამდენიმე კვირა მისი ოჯახი მის მოხარშულ კარტოფილზე იყო, იმიტომ რომ არ ჰქონდათ შემოსავლის წყარო, იმიტომ რომ საკუთარი ჯიბით და ამავდროულად შემდგომ მან 70-იან წლებში 77-ში კიდევ ერთი დიდი უდიდესი საქმე გააკეთა, გამოსცა ჟურნალი ჩვენებური, რომელიც სტოკჰოლმში გამოიცემოდა ძალიან კარგი მოღვაწე შალვა თევზაძის თანადგომით მისი მეგობრით და შემდგომში გამოდიოდა უკვე სტამბოლში გამოვიდა რამდენიმე ნომერი და აი ამ გურჯისტანმა საქართველოს აი ამ ჩვენებურმა გარდა ამისა არაერთი ქართული ფოლკლორის ამის თქმა უნდა ის აგროვებდა ქართული ფოლკლორის ნიმუშებს ის რამდენჯერმე მოახერხა და ჩამოვიდა საქართველოში აქედან იყვნენ ჩასულები ქართველები და კიდევ ძალიან საინტერესოა მას ჰქონდა კონტაქტი საფრანგეთში ემიგრაციაში და გერმანიაში მყოფ ქართველებთან აი დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლებთან იმათ სათვისტომოსთან და აი ამ ყველაფრის ერთობლიობით ის ახერხებდა აი ამ უზარმაზარი საქმეების კეთებას მან თარგმნა თურქულ ენაზე ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებები სხვა უამრავი ქართველის თარგმნა და გამოცემა ვერ მოასწრო ეს მისი ცხოვრების ბოლო უდიდესი საქმე იყო, რომელსაც რა თქმა უნდა 58 წელი რა არის, ის უამრავ საქმეს გააკეთებდა კიდევ. და მას სულ აფრთხილებდნენ, რომ ხიფათი გარდა, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ისეთ სიტუაცია იყო თურქეთის რესპუბლიკაში, ამაზე საუბარი წორს დაგვიყვანდა. ხიფათი იყო ერთი თვით ნაციონალისტების მხრიდან და ის ამბობდა სულ რომ მე არაფერს ვაშოვებ პოლიტიკაში, მე მხოლოდ კულტურულ საქმიანობას ვეწევი. მაგრამ კულტურის სახლი დაარსებელია რა, ანუ აიცით როგორია ის მისი ღვაწლი არ იყო იქაურ ქართველებისთვის ის იყო უდიდესი ფიგურა ის იყო ბელადი ის იყო ლიდერი აი განსაკუთრებული ლიდერი რომელიც სიკვდილის შემდეგ ეს ლიდერობის ტვირთი დღემდე ვერავინ ვერ იკისრა აი ეს განსაკუთრებული იმიტომ რომ შეფერხდა ქართველთა ეთნიკური კულტურის ხო არის ხმამიდა რა მისი ჯეროდათ მისი კი მაგრამ არა მე ძალიან ბევრი კარგი მოღვაწეა იქა და საქართველოს და თურქეთის დიდი პატრიოტი პირად მე ბევრს ვიცნობ მაგრამ აი ამ დონის ფიგურა აღარა ვიყოლე ანუ მისის წამდათ მისის ჯეროდათ მისი თან იყო უთფილესი ადამიანი აი ადამიანი რომელიც ჰუმანიზმით ცხოვრობს რომელიც სიყვარულით ცხოვრობს ძალიან თბილი და პრინციპული ძალიან თბილი ადამიანი მაგრამ პრინციპული ეს საქმე და თავშეწირული საქართველოს ქართველებისთვის იქაური ქართველების გაეცნო საქართველოს რომ აი თქვენ საიდან მოდიხართ რანი ყოფილვარ და რანი ვარ და შესაბამისად ამიტომაც არ ჯეროდა ბოლომდე რომ მას შეიძლება და მოეკლათ და რამდენიმე ვერსია არსებობს ხო ბატონ გოჩა მისი ხო არა მე მათზე ძირითადად თქვათ ეს რომ ეს იყო იმ დროს ისეთი სიტუაცია თურქეთში შექმნილი რომ აი ნაციონალისტები ფიქრობდნენ რომ ყველა სხვა ისეთი ადამიანი პრინციპში ნაკლებად რომ ყველა სხვა ადამიანი რომელიც მათთვის სეპარატიზმის შემცველი შეიძლება ყოფილიყო თუმცა აჰმედ მელაშვილის მოღვაწეობა სეპარატიზმის შემცველი ნაკლებად იყო აქედან გამომდინარე მისი ღვაწლი არის განსაკუთრებული და ძალიან სულ მაგონდება როდესაც მასზე ვსაუბრო ხოლმე დიდი გრიგოლ ფერაძის სიტყვები სპეციალურად ამოვიწერე კიდე წამოყედა აი ეს ძალიან ნიშანდობლივია და მიესადაგება აი ამ ადამიანსაც ადამიანი რომელსაც საკუთარი თვალით სამშობლო ისტორიული სამშობლო ნახა 50 წელს გადაცილებულმა და რას არაკეთებდა რომ აი აქამდე მისულიყო და შესაბამისად აი გრიგოლ ფერაძე თვითონ ხო იცი როგორ ცხოვრობდა და ხამი არაერთხელ გვაქვს ნასაუბრები ამაზე თქვენს რომ რომელიც ცხოვრება სამშობლოდან მოაშორა და ცხოვრა სამშობლოს და ისტორიული მისი ფრაზაა ესა რომელიც მე ძალიან მიყვარს რა და მინდა რომ ჩვენს ტელემაყურებლებსაც კიდევ ერთხელ გავაცნო არა ის გამორიყული და საბრალო რომელმაც სამშობლო დასტოვა დიახ ამგვარი არაა გამორიყული და საბრალო არა საბრალოა ის რომელიც აღარაა შესახორცებული ორგანულად თავისი ძარღვით სისხლით და ხორცით სამშობლოსთან რომელიც თავისი წინაპრების ანდერს აღარ გრძნობს რომელსაც ბუნება აღარაფერს აღარ ეუბნება ანუ ამოსავალი წერტილი ის კი არ არის ადამიანი ფიზიკურად სად არის როგორ არის რა ვითარებაში არამედ თავარია რომ რას გრძნობს როგორ მოხდება აი აქ რამდენად აქვს შენარჩუნებული კავშირთან ანუ აი ესა მთავარი გულია მთავარი გონება მთავარი და აი ამით უამრავ რამეს შეგაძლებინებს და არა ის რომ 24 საათი წუწუნი და არაფერი გამოვა მაინც და აი როდესაც ასეთი ადამიანების ცხოვრება და ბიოგრაფიას ეცნობი ადამიანი და რომ ეცნობი ხოლმე ხანდახან აი მიყვერს ის რომ რამ შეაძლებინათ როგორ აკეთებდნენ ამას და საბოლოო ჯამში მივიდივართ იმამდე რომ სიყვარული ყველაფერი მიდის სიყვარულთან რა არის და სიყვარული მაგრამ ზოგჯერ ბატონ გოჩა არ ვიცი რაღაცნაირ გადახოვებას ვაკეთებ ჩვენ ყველა ჩვენგანს ჩვენი თავი გვიყვარს მაგრამ საკუთარ თავთანაც კი გვიჭირს ხოლმე
ბრძოლა და ამაღლება და რაღაცებზე გამკლავება და ეს ხო სასაუბროდ დღეს იოლია, მაგრამ აი გარემო პირობების გათვალისწინებით რატო ვამბობ ამას? დღეს მიქაელ ყულოშვილის ხსენება, ბევრი თარიღი ემთხვევა ერთმანეთს. ვახსენეთ იური ანუა, მამა ანდრია ყურაშვილი, აგერ ახლა ვსაუბრობთ ახმედ მელაშვილზე და ამ ადამიანებს შორის თითქოს რაღაცა საერთო კავშირია, სულიერი, აზროვნებითი. მამა მიქაელ ხერელი წმინდა მღვდელმოწამე ჩვენი ისიც ისეთივე სიტუაციაში იყო. ესეც ხო არ არის იოლია რა. რა თქმა უნდა, ისიც ისეთივე, ისიც აზერბაიჯანში იყო ტერიტორიაზე, სადაც ასევე რთული იყო ქართული საქმის სამსახური და ისიც ასევე შეეწირა და ისიც მოკლეს ნაციონალისტებმა. მოხუცი ადამიანი, რომელიც მოკლეს და უზარმაზარი ფიგურაა ისიც. ეხლა ჩვენ არ გვაქვს ძალიან გავს მათი მიღწევა. ხო და იგივე მამა მიქაელი მიხეილ ყულოშვილი, რომლის საფლავიც არის კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში და მე არაერთხელ ყოფილვარ იქ და ჩემთვის უძვირფასესი პიროვნება არის, უზარმაზარი ფიგურა. ანუ მოდი თქვათ ასე, რაც მიხეილ ყულოშვილი, მამა მიქაელი და მოსე ჯანაშვილი იყვნენ ხერეთისთვის და რომელსაც კიდევ ერთხელ საგანგებოდ მინდა აღვნიშნო და არასდროს მომბეზრდება ამის ხო და ჩვენ ტელემაყურებლებს კიდევ ერთხელ ვთხოვო რომ ინგილო ტერმინს ნუ გამოიყენებენ ამ რეგიონთან მიმართებაში. მე შეგიძლიათ არასდროს ვიყენებ ამ ტერმინს, ეს არის სოციალური ტერმინი, რომელიც მერე დამკვიდრდა, ეს არის ჰერეთი ისტორიული, რომელიც ყველას კარგად გვსმენია და იქაური მოსახლეობა არის ჰერი და არა ინგილო. ინგილო შემდგომ შემოსულია და ნიშნავს ძალიან გამახმარებლობას და ეს შემოვიდა ეს ტერმინი შემოვიდა და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ იქაურებს რომლებსაც ძალიან ვეთაყვანები და ძალიან მიყვარს კიდე იქით ყოფი ქართველები კიდე აქ რომლებიც ცხოვრობენ მათ სხვათა შორის წინთ როდესაც მაგილოს სხვათა შორის ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ დავამკვიდროთ ისე და მეც გიორგის სტაძარში იქნებით ნამყოფ არაერთხელ ბატონო გიორგი არაერთხელ და ძალიან მიყვარს მე ეს მხარე და იქაურები ძალიან მიყვარს და მათ შორის სხვათა შორის ნინო ყულოშვილი დიდი მეგობარიც არის და შესაბამისად წინ დიდი ბედნიერება გელოდება ჩვენი დიდი გურამ დოჩანაშვილის თქმის არ იყოს და შესაბამისად და ისტორიად მიქაელ მიხეილ ყულოშვილი არის სწორედ ის ადამიანი რომელმაც იქაურობაში აი ეს მინავლებული ეროვნული გრძნობა ქრისტიანის თვალსაჩინო თავიდან მოლა იყო და მე მოინათლა ქრისტიანად უკვე 50-იან წლებში ცნობილი მოვლენები იყო და ამის შემდეგ ვინც ის რამდენი საათები არ ეყოფა და რა 8 წლი მიუძღვის ამ ადამიანს სამრევლო სკოლა გახსნა საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა იმ თვალსაზრისით რომ უამრავი პუბლიცისტური ნაშრომი ჰქონდა და ამას აცნობდა იქაურ ქართველებს ესე იგი განმანათლებელი იყო დიდი განმანათლებელი შექონდა ეს მარტო შიშველი ხელები ესე გამოდის ასე ვთქვათ იბრძოლა ნუ გარკვეულწილად ბრძოლა ქვია ამას არა გარკვეულწილად კი არა ბრძოლა იცხოვრო მოკლე გმირულად ვაკაკი ბაქრაძე ამბობდა მოკლე გმირულად სიკვდილზე უფრო მეტი დასაფასებელი უფრო მეტად დასაფასებელი გმირულად ცხოვრება არისო თუმცა ბოლოს გმირული სიკვდილის თქვა ანუ წამიერი აფექტის მიღმა და 90 წელზე მეთხან სიცოცხლა მამა მიქაელმა და აი მისი ცხოვრება იყო აი გამსჭვალული მთლიანად სამშობლოსადმი და უფლისადმი სიყვარულით და თვითონ აი მოსე ჯანაშვილიც კი მისი მოწაფე ეს უდიდესი ბუმბერაზე ქართველი რომელზედაც ასევე შეიძლება საათები როგორც წეს ნახეთ მასე თავის მასწავლებელს მისი მოსწავლე იყო რომ მამა მიქაელი მეტისმეტად შრომელი კაცია, მხნელ, ამაზად მწირველი, მშვენიერად მგალობელი, თავმდაბალი და კარგი მქადაგებელი. ესე იგი აი ესეთი დაფასება ჰქონდა ამაზად მწირველი და ამიტომ ეს სამ პიროვნება რომელზედაც ჰქონდა საუბარი სამი სხვადასხვა დროს მოღვაწე პიროვნება. კიდევ ერთი პიროვნება უნდა ვახსენოთ ბატონო ბიჭა. მისი შთამომავალი ერეკლე ყულოშვილი რომელიც ასე მისი შთამომავალი იყო და აგვისტოს ვარზახტეს ხო გაგიგერა როგორი კავშირები არსებობს ამაში ასე მისი პირდაპირ შთამომავალი იყო ერეკლე და ნინოს დიახ ჩვენი ასევე გმირი ეროვნული გმირი თქვათ ასე ეს ბიჭი რომელიც ზუსტად იცოდა ვისი შთამომავალი იყო აი იმ დიდი კაცის შთამომავალი იყო და რას ეწირებოდა ასე რომ სამშობლო ისეთი რამე არის რომ სამსახურსაც ყოველთვის მოახერხებ თუ კი ამის სურვილი გააქვს და ერთ რამეს ვიტყვი აი ხა საგანგებოდ მინდა აღვნიშნო რომ აი ეს ადამიანები ქართული სიტყვისთვის აი პირველად რო წიგნი გამოსცა გურჯისტანი და მე ჩვენებურები რომ გამოსცა ახმედ ბელაშვილმა აი ქართული ამბანს შესტრფოდა რომ ქართული სიტყვა ესწავლებინა ქართული ეს ულამაზესი ასები როგორ გამოყავდა მე მინახავს მისი ნაწერი როგორ გამოყავდა თითოეული 100 რომ ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ხო კაი შეიძლება 14 ამბანზე მეტია და ეს არასწორად გვაქვს ეს მეტი ამბანი შეფუოში დაუშვათ მაგრამ ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ჩვენია
და აი ამას შეთრფოდა და ჩვენ აი ერთი პრობლემის წინაშე ეს ქართველი ხანდახან რომ მოგდის ხოლმე ზედმეტი ასე ვთქვათ ცოტა ისე ტერმინი უნდა ვთქვა მაგრამ მატრაკვეცობით მე-19 საუკუნეში საუბრობდით ფრანგულად ხო გახსოვს მონჯიე იმაში რა ქეთო და კოტეში მე-20 საუკუნეში ტკივილით ათქმევინა ამ ყველაფერმა ჩვენს დიდ მუხრანს რომ მე რა უთხრა ისეთ ამხანაც რომ ისეთ ქართულს რა უთხრა ისეთ ამხან რომ ვითვე რა ხერხებს ქართულად წერას კითხვა ძალაპარაკს მაშინაც მეტი ჩრობდნენ მე რუსულად ეხლა ბატონო ინგლისური ჩვენ არა რა საერთოდ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ იმიტომ რომ ძალიან არ მომწონს მე ის და საგაზეთო პრობლემა რომ ისა რა ქვია იმას ინგლისური ძალიან საერთაშორისო ძალიან კარგია მაგრამ აი ახალგაზრდებში სვამას ეუბნები ჩემს კონდენსატს და ხვებსაც ცდილობენ ელემენტარული ისა წინადადება რაღაცას რომ დადებენ პოს ინგლისურად და აი მაგალითად me and my family ქართულად არის შენურად მე და ჩემი ოჯახი რა თქმა უნდა me and my family ესე იგი რისით გვაქვს და იცით რომ აი ეს მომენტები რომელიც ძალიან ტკენდა გულს დასაშორის იჩრობთ ოღონდ ინგლისურად მაგას ვიცახი და ეს არის პროვინციალიზმი ეს არის პროვინციალიზმის და რომელიც ძალიან ტკენდა გულს ახმედ მელაშვილს და კიდევ ერთი თვისება ქართველების ესეც უნდა სადაც დადებითზე ვამბობ იმ კაცს იცით რა ტკენდა გულს ქართველების ერთ-ერთი ხო აღმერთებდა საქართველოს დროის ყაირათიანად არ გამოყენება ესე იგი სულ ჩამოვიდა აქ ორჯერ საქმეზე რომ ვიდოდა ლაპარაკი ძირითადად რესტორნებში მივაყავდათ აქედან იქით და დიდ პატივსაცემად ქართული წარმოდგენით მაგრამ დროის ყაირათიანად ხარჯვა რომელიც მისთვის იყო ამ მოსავალთა ამოსავალი იმიტომ რომ ერთადერთი რასაც ვერ დააბრუნებ დროა და მისთვის ეს იყო ფუნდამენტი ადამიანის რომ დრო უნდა გამოიყენო იმიტომ რომ არ დაბრუნდება ეს დრო ჩვენ ხო და იცით რამდენ რამეს მოასწრებდა და ჩვენ ვამბობთ დროს კლავთ არა და რა მოკლედ დრო თვითონ გკლავს ჩვენ ამას ვიცახი აი ასეთი ადამიანებზე უნდა დავდგეთ ასეთი ადამიანების ნაკვალევზე და უნდა ვიაროთ წინ და წინ იმისათვის რომ აი მათმა გზამ დაგვანახოს რომ საით უნდა წავიდეთ საით რა არის ჩვენი გზა, ჩვენი მიზანი, ჩვენი სამომავლო გეგმები. ამას ვიძახი, იმიტომ რომ ეს არ არის რომ აი მან იცხოვრა თავისთვის და კვალი არ დარჩეს. როგორ შეიძლება ასეთი მიდგომები ხო ბუნებრივია. ბატონ გოჩა, აი რა უნდა კითხოთ, იცით, თქვენ პედაგოგი ბრძანდებით, ასევე გაქვთ სტუდენტებთან შეხება, თქვენი პროფესია გამორჩეულად მნიშვნელოვანია, ხო? იმიტომ რომ რაღაცა აი ეს ცნობიერება, რაზეც ჩვენ საუბრობთ, რომ რაღაცა უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორიიდან მაგალითები, რომ თქვათ, რაღაცა აღარ მოხდეს, თქვათ, დაშვება შეცდომებისა, დავანებოთ ამას თავი. ადამიანები, რომლებმაც მართლაც შეცვალეს იმდროინდელი არსებული ვითარება, დღესაც როგორ თქვა, არ ვიცი, აი მათი ვიბრაცია არ არიან ცოცხლები, მაგრამ შეიძლება სხვა ცოცხალზე უფრო მეტად იბრძნობოდეს, ხო და უფრო მეტს აკეთებდნენ ისინი გარდაცვლილები, ვიდრე ბევრი ცოცხალი, ხო? რამდენად მნიშვნელოვანია აი ამ ცნობიერების გაღვივება, როცა საუბედროთ ჩვენ საპირისპირო რამეს ვხედავთ ჩვენს რეალობაში, საუბრობთ რაზე, ვიზე, არაფრის მომცემ საკითხებზე, თემებზე ფსევდოღირებულებებზე, ადამიანებზე, რომლებიც ვერაფერს ვერ ცვლიან, არათუ სხვის ცხოვრებაში, საკუთარ ცხოვრებაშიც, მაგრამ რაღაცა ცხვირზე ვადებთ აი ამ ახალ თაობას, რომ აინახ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ, ასეთ ადამიანებზე ვისაუბროთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ სწორფასეულობებზე დავაყენოთ განსაკუთრებით ახალგაზრდობა, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე ესენი არიან, რომ მათ უნდა იცოდნენ, რაზე ვინ იყვნენ მათი წინაპრები, გნებავთ აქეთა საქართველოში და გნებავთ იქეთა საქართველოში. ხო, რომ იმისათვის, რომ მე აი ამ სწორფასეულობებზე დაყრდნობით, უფრო სწორი და უფრო გამართული საზოგადოება შეიქმნას. ახმედ მელაშვილი მაგალითად იყო უდიდესი ჰუმანისტი. ანუ მისთვის რელიგიის მიუხედავად ადამიანის ყველაზე დიდი ფასეულობა იყო ადამიანი. და მისთვის ყოველგვარი ფანატიზმი იყო უცხო. საერთოდ ფანატიზმი არასდროს კარგი არ არის. არც რელიგიაში, არც ქრისტიანობის, არც ბუდიზმის, არც მაჰმადიანობის და არც ერთი. ის იყო უდიდესი მოღვაწე ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ადამიანის სიყვარული ჰქონდა, ადამიანისადმი თანაგრძნობა, ადამიანისადმი ურთიერთთანალმობა და თანაგაგება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამას გვასწავლის ახმედ მელაშვილის მოღვაწეობა. რომ აი მიუხედავად იმისა, რომ სასიცოცხლო, სასიკვდილო საფრთხე ელოდებოდა და სულ საფრთხის წინაშე იყო, ისე როგორც მამა მიქაელი. ხო, ამის მიუხედავად თავისთვის ერთხელ არჩეული გზიდან არ გადაუხვევიათ. კიდევ ერთი თვისება, რასაც გვასწავლის, ეს არის პრინციპულობა.
და ნებისყოფა, უდიდესი ნებისყოფა. იმისთვის რომ საქმე გააკეთო, რომელიც ჩვენ გვიჭირს ქართველებს, ჩვენ საზოგადოების მთავარი პრობლემა რა არის? მოთმინება, რომლის მოთმინების უნარი არ გვაქვს, რა მოთმინებამ შეაძლებინა ის საქმეები, გინდა ერთს და გინდა მეორეს. და ნებისყოფა. ესე იგი, შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ ვერ გააკეთო. იმიტომ ვერ გააკეთო, არ გეყოს ნებისყოფა და არ გეყოს მოთმინება, იმის რომ საქმე ბოლომდე მიიყვანო. ესე იგი, აი ეს დროის ყაირათიანად განაწილების უნარი, მოთმინება, ნებისყოფა, აი ეს ის თვისებებია, რომლებიც ჩვენ ამ საზოგადოებაში გვიჭირს ძალიან იმისთვის, რომ ავაშენოთ ნორმალური საზოგადოება, ისეთი საზოგადოება, რომელზედაც ისინი ოცნებობდნენ. და ეს ადამიანები დამოუკიდებელ საქართველოსზე ოცნებობდნენ. თავისუფალ საქართველოსზე ოღონდ თავისუფალი საქართველო, იცით როგორი უნდოდა, ახლა ახმედ მელაშვილს ძალიან კარგად, აი სწორედ თავისუფალი ადამიანების ერთობა უნდოდა. ეს ადამიანი იქიდან ფიქრობდა თავისუფალ საქართველოს. აი სწორედ ჭეშმარიტ დღეს ასეთი ადამიანები რადგანაც ვიცით, რომ თუნდაც იგივე თურქეთის ტერიტორიაზე ქართველობაზე მაქვს საუბარი, იგივე ჰერეთში არ არის დღესაც უამრავი პრობლემაა და ასეთი ადამიანებიც არის. ბატონო, მაგრამ აი ბოლოს ვიტყვი რომ აი ჩვენ უნდა მათი სახელები დავიწეროთ გულზე რომ ვიტყვია გაუწიოთ უდიდესი პოპულარიზაცია ვისაც ამას ისაც ეს ხელეწიფება ჩვენი არქივი მართლა გუწევ დღეს არ ვიცი მედანინოს რაღაცა გვიწევს თუმცა მაყურებელი ნამდვილად ვერ დაგვდებს სუბიექტურობაში რადგან ეს მართლაც რეალობაა ეს რეალობაა მე რომ არ მუშაობდე ამ მარსზე თქვა ეს იგრძნობა და ამას თვითონ ხალხი ამბობს ძალიან მნიშვნელოვანია რომელზედაც ჩვენ საუბრობთ თითქმის საზოგადოების გარკვეული ნუ იმეც ვიტყობ რომ არა დიდი ნაწილისთვის შეიძლება იყოს ბილად რომ თქვა რაღაც დროს ეს არის რაღა ხო და ამ დროს ეს არის სწორედ ამის დროა თუ ჩვენ გვინდა რომ განვითარდოთ სწორედ ამის დროა ბატონ გოჩა კიდევ ერთხელ გვინდა გთხოვოთ აი ამ სიტყვებით დავასრულოთ და მე აქვე ვიტყვი რომ მე აღარ წაგართვათ დრო ახმედ მელაშვილზე საუბრობდით რომ ის საფლავზეც არის ასეთი წარწერა მე ვიცხოვრი არა უკვდავებისთვის, არამედ ჩემი ხალხისთვის და სწორედ აი ამ მოუტანა ამ ადამიანებს. რა ადამიანი მისაფლავზე არ ვარ, ნახო ჩემი ოცნება ერთ-ერთი რომ აი მისაფლავზე მივიდე და დავდე. აუცილებლად რა თქმა უნდა მოხდები და ვიცი, იმიტომ რომ ის ჩემთან იმდენად სულიერად ახლოა ეს ადამიანი და მამა მიხეილის საფლავზე ვარ ნამყოფი და ეს მithქოს ჩამიძახია მის. ახმედ მელაშვილის საფლავზე წასვლა. აუცილებლად მოხდებით ბატონ გოჩა. წავიდეთ და დავშვით. არა ის გამორიყული და საბრალო რომელმაც სამშობლო დასტოვა. დიახ, ამგვარი არაა გამორიყული და საბრალო არა. საბრალოა ის, რომელიც აღარაა შესიცხორცებული ორგანულად, თავისი ძარღვით, სისხლით და ხორცით სამშობლოსთან, რომელიც თავისი წინაპრების ანდერძს აღარ გრძნობს, რომელსაც ბუნება აღარაფერს აღარ ეუბნება. ეს არის მთავარი და ჩვენ ვიცით რომ გვიყურებენ ჩვენ საზღვრებს მიღმაც ჩვენი თანამემამულეები ემიგრანტები მოვიკითხავთ და ალბათ კიდევ ერთხელ ყველა ჩვენგანს დააფიქრებს ეს სიტყვები რომ სამშობლო არ უნდა დავტოვოთ